რომ არა პედიატრი ვინ იქნებოდით? იმ დროს, როდესაც რაღაც გაცნობიერებლად შემეძლო რაღაცის არჩევა, გადავწყვიტა, რომ ექიმი ყოფილიყავ. ექიმი ახლა უშუალოდ პედიატრი ვიქნებოდი თუ დაუშვათ ბავშვთა ქირურგი არა, მაგრამ უშუალოდ პედიატრიაში შემდეგ როცა გადავედი, ჩემმა მასწავლებელმა ირაკლი ციციშვილმა თამაგონა, რომ წავსულიყავი პედიატრიაში ზოგადი პროფილის პედიატრით. თორე უშუალოდ რა ვიქნებოდი მანამდე, ეხლა შეიძლება უკვე იმას აქში ვარ, რომ ამის გახსენება საკმაოდ მიჭირს. შეიძლება სხვა რაღაცაც მინდოდა, არ ვიცი. რომელი თვისება დაგეხმარათ კარიერული წარმატების მიღწევაში? ალბათ ნებისმიერ ადამიანს კარიერული წარმატების მიღწევაში ეხმარება ალბათ პირველ რიგში შრომის მოყვარეობა. მთავარი არის შრომის მოყვარეობა, რა თქმა უნდა ენთუზიაზმიც, იმიტომ რომ ენთუზიაზმი რო არ გქონდეს თავიდან ნებისმიერ პროფესიას ეხება ეს ვერასოდეს ვერ იქნები წარმატებული. პირველი უნდა იყოს ენთუზიაზმი, შრომის მოყვარეობა, ნებისყოფა იმისა, რომ მაქსიმალურად ყველა საქმე დასრულდეს წარმატებით, ამის ნებისყოფა უნდა გქონდეს პირველ რიგში. რას ნიშნავს ექიმისთვის წარმატება? პირველ რიგში წარმატება ნიშნავს იმ პაციენტის მადლიერება, განსაკუთრებით მშობელმა შეიძლება მადლობა გადაგიხადოს და დღეში შემოსვლისას და გასვლისას, მაგრამ მადლობას, როდესაც ბავშვი გადაგიხდის, ეს არის ექიმის წარმატება. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა თქვენი პაციენტების მშობლებისთვის. პირველი რჩევა რა არის, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქცევენ შვილებს. შვილების ყურადღება რას ნიშნავს? ყველა მშობელი აღწევს ბავშვს ყურადღებას. უბრალოდ აღზრდა, რასაც ქვია, რომ ბებია, ბაბუის ჩართულობა, მშობლების ჩართულობა უკვე ბავშვთან არის მოკლებული და შესაბამისად ეს ბავშვი არის ეკრან დამოკიდებული. ამიტომ მთავარია, რომ მაქსიმალურად სწორად აღზარდოთ, მაქსიმალურად ჯანმრთელობა რა არის? არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა, ხო? ამიტომ მთავარია, რომ პირველი რჩევა სწორიკვება, მეორე რჩევა მაქსიმალურად ეკრან დამოკიდებულების შეზღუდვა და მესამე რჩევა ეს არის ფიზიკური აქტივობით დატვირთვა ბავშვებისა. უფრო ხშირად პაციენტები არ გიჯერებენ თუ პაციენტის მშობლები? რა თქმა უნდა, პაციენტის მშობლები, თორე პაციენტები გიჯერებენ. როგორც წესი, მაგრამ მეტნაკლებად გიჯერებენ, არ არსებობს ახლა. მთავარია ეს დაასაბუთებლად აუხსნა. რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს? იმუნიტეტის მაყურებელს ერთ რაღაცას ურჩევდი, რომ დაუჯერონ იმ ექიმების რჩევებს, რომლებიც თქვენს გადაცემაში მოდიან პირველად და ყველა მაღალ პროფესიონალი, მე რაც თვალი გადავავლე თქვენ გადაცემას მოკავთ და არიან ყველაზე მაღალ პროფესიონალი და კვალიფიციური ექიმები და ერთ რაღაცას ვეტყოდი, რომ აუცილებლად მიიღეთ და გაითვალისწინეთ ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც ეს ექიმები გირჩევენ, ან თქვენ თვითონ უშუალოდ წაიკითხეთ ამ პრევენციული ღონისძიებების შედეგად, რამე თუ პრევენციული ღონისძიებების ჩართვით შეიძლება უამრავი ბავშვის თუ უამრავი მოზრდილის გადარჩენა, დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისად მისი მართვა არის უფრო გაადვილებული. ერთადერთი იმუნიტეტი ისეთი ტერმინია, იმუნიტეტი პრაქტიკულად იცავს როგორც ექიმს, იცავს ის ბავშვს, იცავს მოზრდილს და ეს ტერმინი თქვენი გადაცემისას სწორად არის შერჩეული იმუნიტეტი. იმუნიტეტი არის დამცველობა, მაგრამ ერთ რაღაცასაც დავამატებდი, ბავშვებში იმუნომოდულაციური საშუალებები არ არსებობს, ამიტომ იმუნოსტიმულაცია, იმუნომოდულაცია ეს არის თითიდან გამოწვეული თემატიკა, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ბავშვებს არ მისცეთ თუ მას არ აქვს რაღაც კონკრეტული პათოლოგია, თანდაყოლილი პათოლოგია, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მას სჭირდება სხვადასხვა ბიოლოგიური პრეპარატები, იმუნიტეტის სასამაღლებელი წამლები, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ზოგადად იმუნიტეტის სასამაღლებელი წამლები, როგორც წესი, არ არსებობს. ბავშვის ორგანიზმი არის განვითარებადი, მას სჭირდება ჯანსაღი კვება და არ სჭირდება უამრავი მედიკამენტი, რომელმაც კაცმა არ იცის შემდგომში რას გამოიწვევს.